ხან წვიმა მოხდება, ხან ტალახი მოხდება. $200,000 მანქანა შეიძლება ეს პადნოშკა გაუფიშტეს 3 დღეში. აი ეს არის ავტომობილი, რომელსაც მე არ ვიცი. ხო, ამით დავდივარ რა, ეგერ დგას ჩემი ავტომობილი, ხო? არის მე არ ვიცი. არის საუკეთესო. არც დიდია, გოგოებო, არც პატარაა. ბატონო, რამის არის თქვენ ეს ავტომობილი წაგარცვა ფაქტურად მე რასაც ხედავ. ყველა იძახის ეს არ მინდაო, ეს მინდაო. იმიტომ რომ ეს რატო არის წინგა? პირველი შენ გაუკეთე რეკლამა. შენ გაუკეთე რეკლამა. შეხედეთ ჯეტურები. უყურეთ. რამდენი ჯეტური დგას, ხო? აქ არის სხვადასხვა მონაცემებით და ნახეთ, მოგზანდით. რაც მარიამ, ბებიაშენმა რო გასწავლა, ხო იცი? ბებიაჩემი უნდა გაგაცნოთ. ბებიაშენმა რო თქვა, ხო გახსოვს? რაც იცი, ის საქმე უნდა აკეთო. ნამდვილად, და უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ. და მე როგორ ვარ, იცი, ვინც არ უნდა გავხდე, ხო? მაინც მანქანას რეკლამას უკეთებდი იქნება და მაინც ავტომობილთან მექნება ჩემი ცხოვრება დაკავშირებული. რა არ შემომთავაზეს? სად არ შემომთავაზეს, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე. არ გადავხდები. სანამ გადავხდები, უნდა იცოდე რომ გადავხდები. და თუ არ იცი რომ გადახდები, ჩავარდები შუა ადგილზე და რო ჩავარდები, მე ტირი ხარ და მე არაფერი არ შველის, გაიგე? ან დაიხჩობი, ან რაღაცნაირად ამოგიყვანენ, მაგრამ ისე დამოყვანას. ამას ჯობია რომ იცი ის გააკეთე. თქვენ რომ მოხვედით. ბიჭები რომ მოვიდნენ, ხო, მე რა უთხარი. მათესტოლები ხართ ყველა, ხო? მე რა უთხარი. ბიზია, ჩემთან 1 წელი რო იმუშავებ, 4 წელი რო უმაღლეს სასწავლებელში იმუშაო ინგლისში. იმას ჯობია 1 წელი აქ მანქანა გაყიდო, მიხედო, გაარეცხიო, შემოიყვანო, თუ ეს პროფესია გინდა, ხო? აქ შენ ისეთ კაცურში, ჯარში რომ იყავდათ კომუნისტებს ბიჭები, ყველამ რუსული იცოდა, ხო ხედავ? რომ ჩამოდიოდნენ და დაკაცებული მოდიოდნენ, ხო? რატო? იმიტომ რომ ის ჯარი ადამიანს ჩამოაყალიბებდა როგორც ვაჟკაცი. ხან სიცივე იყო, ხან საჭმელი იყო, ხან არ იყო და რაღაცნაირად ტიპები, კარგი ტიპები ბრუნდებოდნენ.